ერთ-ერთი პოპულარული მითი ფიტნეს სფეროში არის, რომ ბავშვობაში წონებით ვარჯიში ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას, ან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ზოგი მშობელი ამ მითის გამო იკავებს თავს შვილების ძალისმიერ სპორტზე შეყვანისგან, რაც არაა გასაკვირი, როცა ხანდახან ექიმებიც კი იმეორებენ ამ მოსაზრებას. ამ ვიდეოში მოგიყვებით, საიდან მოდის ეს მითი და რატომაა ის არასწორი დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით. ეს მითი დაიწყო 1964 წელს იაპონიაში, სადაც მკვლევარების ჯგუფმა შეამჩნია, რომ ბავშვები, რომლებსაც ფიზიკური მუშაობა უწევდათ, შედარებით ნაკლებად იზრდებოდნენ. მათი თეორია იყო, რომ საათობით მძიმე მუშაობა და წონების ტარება იყო მათი არასრულფასოვანი ზრდის მიზეზი. წლების შემდეგ ასეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ ზედმეტი დატვირთვა აზიანებს გრძელი ძვლების დაბოლოებებში არსებულ ზრდის ფირფიტებს, სუსტად იმ ადგილს, რომელიც პასუხისმგებელია ძვლის სიგრძეში ზრდაზე. ეს იწვევდა ზრდის ფირფიტების დახურვას, რაც აჩერებდა ზრდას. ერთ შეხედვით ლოგიკური ჩანს, მაგრამ ეს პროცესი შეიმჩნევა მხოლოდ მოტეხილობების შემთხვევაში, რაც უფრო ხშირია კონტაქტურ სპორტში, მაგალითად რაგბში, ვიდრე დარბაზში წონებით ვარჯიშისას. თუ რაღაც ძალიან არასწორად არ გააკეთე და წონა ზედ არ დაგეცა, მაშინ დარბაზში მოტეხილობები ძალიან იშვიათია. სად შეცდნენ მკვლევარები იაპონელი ბავშვების შემთხვევაში. ნებისმიერი საკითხის გამოკვლევისას უნდა გვახსოვდეს, რომ კორელაცია არ ნიშნავს მიზეზ-შედეგობრივობას. ანუ კავშირი ორ ფაქტორს შორის არ ნიშნავს იმას, რომ ერთმა მეორე გამოიწვია. მაგალითისთვის კალათბურთელები საშუალოდ მაღლები არიან. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კალათბურთის თამაში სიმაღლეში გაგზრდის. იაპონელი ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ გარდა მძიმე მუშაობისა, ისინი საკმარის საკვებსაც ვერ იღებდნენ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია სრულფასოვანი ზრდისთვის. რაც შეეხება ზრდის ფირფიტების თეორიას, 2014 წელს გამოქვეყნდა ინტერნაციონალური განცხადება ახალგაზრდების წინააღმდეგობაზე ვარჯიშის შესახებ, რომელსაც ადასტურებს ამერიკული პედიატრიული აკადემია და თითქმის ყველა მარეგულირებელი ორგანო. ამ განცხადებაში ამბობენ ასეთ რაღაცას. შიში რომ წინააღმდეგობაზე ვარჯიში გამოიწვევს ახალგაზრდების ზრდის ფირფიტების დაზიანებას, არ არის დაფუძნებული სამეცნიერო მოხსენებებზე ან კლინიკურ დაკვირვებებზე. პირიქით, წინააღმდეგობაზე ვარჯიშის შედეგად გამოწვეული ზრდის ფირფიტების დატვირთვას შეიძლება დადებითი ეფექტი ჰქონდეს ძვლის ფორმირებაზე და ზრდაზე. ეს უფრო ლოგიკურიცაა. ძვლებს ისევე როგორც კუნთებს აქვთ ადაპტაციის უნარი. ანუ დატვირთვის შედეგად ძვლები მკვრივდება, ძლიერდება და სისქეშიც იზრდება. ძვლების სიძლიერე დატვირთვასთან რომაა დაკავშირებული, ამის კარგი მაგალითია კოსმონავტების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა. ძვლების სიმკვრივის დაკარგვა. რახან კოსმოსში გრავიტაციის გარეშე მათი ძვლები იგივე დატვირთვას ვერ იღებენ, რასაც დედამიწაზე, მათ აქვთ სპეციალური ტრენაჟორები, რომლებიც ქმნიან დედამიწის გრავიტაციის სიმულაციას. ამ ტრენაჟორების გარეშე ისინი დაბრუნდებოდნენ ბევრად სუსტი ძვლებით და ნაკლები კუნთით. ანუ დატვირთვა ჯანმრთელი ძვლებისთვის მართლა მნიშვნელოვანია. რომ შევაჯამოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე სამეცნიერო სფერო ამ თემაზე შეთანხმებულია. წონებით ვარჯიში გარდატეხის ასაკამდეც კი არ უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას. რა თქმა უნდა, ვარჯიშები სწორად შერჩეული წონებით და ტექნიკით უნდა იყოს შესრულებული ზრდასრული პროფესიონალის ზედამხედველობის ქვეშ. ვარჯიშის დადებითი ეფექტი აქვს მოზარდის ფიზიკურ განვითარებაზე. ადრეულ ასაკში სპორტით დაკავება უკეთეს წარმოდგენას შეუქმნის მას ფიზიკურ აქტივობაზე და დაეხმარება იყოს მეტად თავდაჯერებული საკუთარ უნარებში. და საბოლოოდ, ჩემი აზრით, ვარჯიშის ჩვევად ჩამოყალიბება რაც შეიძლება ადრე, გაადვილებს ამ ჩვევების შენარჩუნებას ზრდასრულ ასაკშიც და მისცემს უფრო ხარისხიან და ხანგრძლივ ცხოვრებას. და ისთვის სულ ეს არის. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქე და დააკომენტარე, რომელი მითის დამსხვრევა გაინტერესებს შემდეგისთვის. არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, რომ არ გამოტოვო შემდეგი ვიდეო.